პირველ რიგში გამარჯობა როგორც ანებით, მაგრამ გადაიღეთ რა. პირველ რიგში, ვინც პროტესტის მონაწილეებზე, შეჭირვებულ ადამიანებზე, აქციაზე გასულ ადამიანებზე ამბობთ, რომ ფული გადაუხადეს და იქ იმიტოდგანან, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ნიღავი მოიხსენით. იმიტომ რომ თქვენ მარტომაში გახვიდოდით, გარეთ თუ ფულს გადაგიხდიდნენ. აი ესე. გვინგვინის საგაზაფხულო არდადეგები აქვს ბაღში და ორივე ვიფიქრეთ, საშიში ისტორიები ხო არ წავიკითხოთ თქო. ამ საშიში ისტორიებს რაღაცა გადავეკიდე, მაგალითად, წინა ვიდეო იყო ურბანულ ლეგენდებზე. რაღაცნაირად კათარზისულია ჩემთვის, არ ვიცი რატო. ერთი ბიჭი პატარა ქალაქში ცხოვრობდა. როცა მამამისმა ახალ სამსახურში დაიწყო მუშაობა, მთელს ოჯახს დიდ ქალაქში მოუწია გადასვლა. მათი ბინა 25 სართულიან შენობაში ბოლოს სართულზე იყო. საღამოს სკოლიდან დაბრუნებული ბიჭი, რა თქმა უნდა, ზევით ფეხით არ ადიოდა. ძველი ლიფტით სარგებლობდა, ხო ეს უნდა ვიცოდეთ. 25 სართულიან შენობაში კიბით არ ახვალ, მაგრამ სანამ ის 25 სართულზე ავიდოდა. ამის მიუხედავად რამდენიმე დღე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე ბიჭს ლიფტში ყოფნის დროს უცნაური გრძნობა დაეუფლა. ბიჭი გრძნობდა, რომ შენ ხوار გეშენია ისე. ბიჭი გრძნობდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა და რაღაც უცნაური ხმაც ესმოდა. ლიფტში რანაირად უნდა გეუბნოს, რომ ვიღაც გითვალთვალებს, ხო ვერ მეტყვით. უცნაური ხმა კი ბატონო, მაგრამ თვალთვალზე რა ვიცი. ერთხელ სკოლიდან ბრუნდებოდა. შენობაში შესულმა დაინახა, რომ მასზე ცოტა დიდმა ბიჭებმა ლიფტში ასვლას, ფეხით ასვლა ამჯობინეს ლიფტით, რატომ არ ადიხართ იკითხა. ბიჭებმა უთხრეს, რომ ლიფტში შესვლა საშიში იყო, თურმე ხალხი ამბობდა, შიგნით მოჩვენება არისო. ой, ძლივს ვატან აზრს რა ისე წერია რა. ზოგიერთ მათგანს ლიფტიდან ყვირილისა და კაკუნის ხმას ესმოდა, აქ ცხოვრობენ ბავშვები ლიფტით ასარგებლობდნენ. ისიც უამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ ერთი ბავშვი ლიფტში შევიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. პოლიცია ბავშვს ეძებდა, თუმცა ამას აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ ის მოჩვენებამ წაიყვანა. შეშინებული ბიჭი მშობლებთან მივიდა და მათ ყველაფერი უამბობდა. მშვიდი შვილო მოიფარა დედა, ეგ უბრალოდ ზღაპარია. ამით ბავშვები ერთმანეთს აშინებენ, არ დაიჯერო და აღარ ინერვიულო. ვიждები ესეთი რაღაცები მარტო ბავშვებს რო დარდებს და უფროსები რაციონალურები რო ხდებიან ეგრევე. გეგონება თვითონ არ ჯეროდეთ კონსპირაციული თეორიების და ასე შემდეგ. დედის სიტყვების მიუხედავად ბიჭი ლიფტით მაინც აღარ სარგებლობდა. სკოლიდან დაბრუნებულს კიბეებზე ფეხით ასვლა უწევდა. საშინლად დამღრელი იყო, ხო რა თქმა უნდა, ეხა 25 სართულზე თუ ადიხარ, დამღრელი იქნება ცხადია. დამღრელი კი ეს ბიჭო ეს რო დაფიქრდე, მე-6 მე-7 სართულამდე ძლივს ვატან ხოლმე სულს თუ ლიფტი არ არის და 25 სართულზე რა ამიყვანს, რამდენი დასვენება დასჭირდება ადამიანს წარმოიდგინე. ხოლმე მშობლებთან ერთად ბედავდა ლიფტში შესვლას. ესე იგი გინდა რომ მოჩვენებამ ხელი პირველი შენ მშობლებს და ერთხელ ფიზკულტურის გაკვეთილი გაუგრძელა, უკვე ბნელოდა და ბიჭმა ნაბიჯს აუჩქარა. ძალიან დაღლილი იყო და როდესაც ლიფტთან მდგარი დედა დაინახა, ამან გაახარა, ფეხით არ მოუწევდა ზევით ასვლა. ლიფტის კარი გაიღო და ხო, ეხლა იძაბება უკვე მოქმედება. ლიფტის კარი გაიღო და დედამისის შიგნით შევიდა. ბიჭი გაიქცა და შიგნით შესვლა მოასწრო, ნატურა აღარ მუშაობდა, ბიჭი სიბნელეში ვერაფერს ვხედავდა, ლიფტის ზევით წავიდა. გაისმა სიცილის ხმა. სიცილი ძლიერდებოდა და შეშინებულმა ბიჭმა დედას კითხა. დედა გესმის? სიცილი კიდევ უფრო გაძლიერდა. დედა ეს ის ხმა, რომლის შესახებაც მოგიყევი. უეცრად ლიფტში სიჩუმემ დაისადგურა. უცნობი გაურკვეველი არსება გაჩუმდა. ბიჭს ტანში ჟუანტელმა დაუარა, როდესაც ვიღაცამ კითხა. შენ რა მართლა დაიჯერე, რომ მე დედა შენი ვარ? ესეთი რაღაცები ჩემზე ყოველთვის მოქმედებს სხვათა შორის. აი, ვიღაც შენი ახლობელი ან ოჯახის წევრი რო რაღაცა დემონით ან არსებით არის ჩანაცვლებული თურმე და მაგას რომ მერე იგებ. რაღაც ძალიან შემზარავია, თითქოს უსაფრთხოების ბოლო ისიც გეცლება. ბოლო სივრცე და ბოლო შანსი რა. აფსუს 25 სართულზე რო ვეღარ ავიდა. მაგალითად საქართველოში თუ ხარ, უფრო ლიფტის ჩავარდნის, დაუცველ შენობას, რომელსაც ვის არა აქვს, რა ქვია, ცეცხლმაქრი არ არის მაგალითად და თუ შენობას ცეცხლი უკიდია ლიფტით ან მიწის დრის დროს ის იმ ლიფტს რაღაც დაემართა და ჩავარდა კაბინა, უფრო მაგაზე ვიფიქრებდი მე და არა მოჩვენებაზე. ანუ მოგესალმებით. ამ არხის სპონსორი არის უმუშევარ სტუდენტთა განსახლების პროგრამა სახლიდან გაეთრიე. ის სტუდენტები, რომლებიც არიან უსამშაბლოები, ანუ არ იციან უფროსის პატივისცემა, ის სტუდენტები, რომლებიც არ მუშაობენ და სხედან სხვების კისერზე, ამ შემთხვევაში, ანუ მშობლების კისერზე, პირველ რიგში
ხელი შეეწყობა იმას, რომ ისინი სახლებიდან გამოძევებულ იქნენ, თუ ვთქვათ, ვერ იქირავებენ, შეუძლიათ ქუჩაში იყვნენ და ამ შემთხვევაში გადაეცემათ ბალიში, ზეწარი და საბანი. სახლიდან გაეთრიე. ჯობია ქუჩაში ლტებოდე, ვიდრე მშობლები გაყვედრიდნენ. კარგი, შემდეგი. ჰელოუინის ღამე. ეს ამბავი 2002 წელს. ძალიან სპეციფიკურია. ჰელოუინის ღამეს მოხდა. 4 გოგონა ქუჩაში საინობდა ერთ-ერთ ეკლესიასთან კლოუნის კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი დაინახეს, რომელიც მათთან მივიდა და უთხრა: "ძაღლი დამეკარგა, ძაღლი ხომ არ დაგინახავთ?" ეს როგორ გამოვიდა იცი? ესეც ერთ-ერთ ვიდეოში მაქვს ასევე კიდე საშიშ ისტორიებზე ლაპარაკი, რომლებიც ქართულად არის ნათარგმნი. არა დაწერილი, არამედ ალშკარად სხვა ენიდან გადმოთარგმნილი და საშიშ ისტორიებს ესე მგონია რომ ყველაზე მეტად ეტყობა ხოლმე, როცა ქართულად არის პირდაპირ ნათარგმნი, ისე რომ რაღაცა არც კონტექსტი და არც ენა და არაფერი არ გართვალისწინებული და ძალიან რაღაცაი ძალიან ხელოვნურად ჟღერს ხოლმე და ეგ არ მომწონს, გინდა ვიდეო იყოს ეგ ისტორია და გინდა რაღაცა წასაკითხი რა. I lost my dog. და მე have you seen a dog? ალბათ ესე კითხა. ხო და ეს ორჯერ გამეორება რა უბედურება, იცი როგორ გამოვიდა თითქოს იმას ეკითხება. თითქოს სხვადასხვა რაღაცაზე ეკითხება. ძაღლი დამეკარგა. ძაღლი ხო არ გინახავთ? აი რაღაც გეკონება სხვადასხვა არსება სისულელი არა. გოგონებმა უთხრეს რომ აიცოდნენ სად იყო მისი ძაღლი. კლოუნმა დახმარება ითხოვა, რასაც გოგონები დასთანხმდნენ. ისინი ეკლესიაში შევიდნენ, კლოუნმა კარი დაკეტა და ხო აი ეგ ახლა გავაცნობიერე. აბა კორპუსის უკან წამომყევი და ვიღაცა მაპოვნინე, სახლს ვერ პოულობ, უფროსი ბავშვებს მონადირეები ეგრე ითხოვენ ხოლმე ბავშვებს. კლოუნმა კარი დაკეტა, მხოლოდ მაშინ გამიხვდნენ გოგონები, რომ საქმე ცუდად იყო. გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ კარი დაკეტილი იყო. კლოუინი კი სწრაფი და მარჯვე. რამდენიმე საათი წამებით ერთობოდა, შემდეგ კი ისინი დახოცა. ეკლესიაში ვიღაცის წამება კიდევ უფრო დემონურია. ღამეს ბევრმა დაინახა კლოუინის სისხლიან კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი, მაგრამ ჰელოუინი იყო და მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია ხო. ჰელოუინის თემის ფილმები მინახავს, სადაც მსგავსი რაღაცა ხდება, როცა ვიღაც კოსტიუმში გადაცმული არის მკვლელი, ნამდვილი სისხლი აქვს ზედ და ყველას კიდია, იმიტომ რომ მოსალოდნელია, რომ ვიღაცა სისხლიან კოსტუმში იყოს რა. დილით მღვდელი ეკლესიაში მივიდა, კარები ღია დახვდა. ეკლესიაში შევიდა, რაღაც ხმები ესმოდა. შუქიანთო და ხმები როგორ ესმოდა? არის გამო. შუქიანთო და დაინახა, რომ გოგონების მოჭრილი თავები თოკებზე ეკიდა. თავებიდან სისხლი წვეთებად გადმოდიოდა და სწორედ ამის ხმა ესმოდა მღვდელს. თუ იმ ეკლესიაში მიხვალთ, რომელშიც მკვლელობები მოხდა, 4 გოგონას სულებს დაინახავთ. 4 გოგონას სულებს. 25-ე კლოუინი. ყველაფერს ფიცავარ ეს გადათარგმნელი საშიში ისტორიები რაღაცა ახალ ქართულ გრამატიკას იგონებენ რა. მესამე. ისტორია, რომელსაც ახლა გიამობთ, რეალურად მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 7 წლის ჯენის ჰყავდა კატა მიკი, რომელიც ძალიან უყვარდა. მასთან ერთად იძინებდა, თამაშობდა და აჭმევდა. ასე ირნებდა. და არ უნდოდა სადმე? მასთან ერთად იძინებდა, თამაშობდა, აჭმევდა, ასე ირნებდა. მასთან ერთად ვის ასე ირნებდა უკაცრავად? ან ვის აჭმევდა? რო ვთქვი წეღან, ახალი გრამატიკა მეთქი. გარკვეულწილად რაღაცა ისე ნოვატორულია ხო ეს საშიში ისტორიები. ერთ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. კატა მანქანამ გაიტანა. ჯენი ძალზე დასევდიან და მშობლები სწუხდნენ ჯენის გამო და გადაწყვიტეს ახალი კატა ეჩუქებინათ პატარა გოგონასთვის. თუმცა იმ დღეს როცა მშობლები ჯენის წაყვანას აპირებდნენ ახალი კატის საყიდლად, ჯენი თქვა რომ მისი მიკი დაბრუნდა. ძალიან ბედნიერი იყო. ძველებურად თამაშობდა მიკისთან, საჭმელსაც აჭმევდა. რაც ყველაზე უფრო მეტად აწუხებდათ მშობლებს ის იყო რომ კატის საჭმელი და რძე მართლაც ქრებოდა. რატო აწუხებდათ ვერ გავიგე. მშობლები შიშობდნენ რომ მიკის დაკარგვამ ჯენიზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ამის გამო გოგონა თვითონ იღებდა კატის საჭმელს და ცდილობდა მშობლების დაერწმუნებინა რომ ის მართლაც დაბრუნდა. ჯენი უჩინარ კატას ისევე ეფერებოდა როგორც მანამდე, სანამ უბედური შემთხვევა მოხდებოდა. ამ ამბით შეშფოთებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ფსიქოლოგისთვის მიემართათ. ბავშვთა ფსიქოლოგს ჯენი უნდა დაერწმუნებინა რომ მიკი მართლაც აღარ არსებობდა. ამის ერთადერთი საშუალება კი იყო ფოტო გადაიღოთ ჯენისა და მისი წარმოსახვისი კატისთვის. აი აქ უკვე რაღაც დაძაბულობა იმატებს. დიდი არაფერი არ არის, მაგრამ მაინც რაღაცა გადაწყვეტამდე უნდა მივიდეთ. და კულმინაციამდე. ფოტო გადაიღოთ ჯენისა და მისი წარმოსახვისი კატისთვის და შემდეგ ჯენისთვის ეჩვენებინა ფოტო, რომელზეც მის გარდა არავინ და არაფერი იქნებოდა გამოსახული. ფსიქოლოგმა მალევე დაითანხმა ჯენი ამ წინადადებაზე და გოგონამაც სიხარულით გადაიღო ფოტო მიკისთან. მეორე დღეს სახეშეშრილი ფსიქოლოგი ესტუმრა ჯენის მშობლებს და მისცა ფოტო, სადაც ჯენი კატასთან ერთად იყო გამოსახული.
ანუ რას დავასკვენით აქედან, რომ წარმოსახვითი კატა კი არ იყო, კატის სული იყო, თუ რა? ეგ ეხლა ისედაც მოსალოდნელი იყო, თუ კატას ელაპარაკება და ვიცით, რომ რაღაც პარანორმალური უნდა მოხდეს, ესე იგი ეგ იმას ნიშნავს, რომ მართლა არის კატა. არსებობს, უბრალოდ მარტო იმ ბავშვისთვის ჩანს და ისე არ ჩანს. არ ვიცი. ამ სამ შორის პირველი ჯობდა ყველას რა, ესეთია ჩვეულებრივი სტანდარტული. კვანძის შეკვრაც აქვს, კულმინაციაც აქვს და twist-იც აქვს. მოდი ახლა მეოთხე ვნახოთ. მოხეტიალე სული. ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როცა სახლში უბრუნდებოდი, მე მიყრუებულ ადგილას ვცხოვრობ. ამიტომ ქუჩა ჩაბნელებული იყო და გზას მხოლოდ ჩემი მანქანის ფარები ანათებდა. რამდენიმე კვირის წინ აქ ავარია მოხდა, რომელმაც ჩემი ორი მეგობარი შეიწირა, 4 კი მძიმედ დაშავდა. სწორედ ამ ადგილს ვკვეთდი, როდესაც წინ შავმა ფიგურამ გაიარა და ტყეში შევიდა. როცა გზაზე გადადიოდა, დავუსიგნალე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. სანამ სახლამდე მივედი, სული მის ფიქრში ვიყავი, რა იყო ეს. ცხოველი რომ ყოფილიყო დასიგნალებაზე, მოიხედავდა ან გაიქცეოდა. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც ავარიაში მოხვედრისას გარდაიცვალა, მაღალი სიმპათიური ბიჭი იყო. ეს ფიგურაც თითქოს მისი სიმაღლის იყო. ეს რომ გავაცნობიერე, კიდევ უფრო შემისრია ფიქრებმა. აი, ეგ რო დამეფიქსირებინა, სახლიდან კი არა ოთახიდან აღარც გამოვიდოდი საერთოდ. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, როცა გვიან ღამემდე ვუყურებდი ტელეარხ HBO-ს, ხო, ნუ აშკარად ინგლისურიდან არ გადათარგმნილი. ისე ნეტა Reddit-ის ისტორიებია ესენი? უცებ ისეთი ხმა მომესმა, თითქოს სამზარეულოში ვიღაც ჩემი ლეკვის საჭმელს მიირთმევდა. ლეკვის საჭმელი თუ არის, ალბათ ლეკვი ჭამდა, ხო ეგრეა? ვაიმე, რაღაც ჭამის ხმები მესმის სამზარეულოდან ნეტა რა ხდება, შევიხედო. ეტყობა ისეთი ხმები იყო, რომელიცაც მისი ძაღლი არ გამოსცემდა, როცა ჭამდა. და ალბათ მაგაზე არ მინიშნა, მაგ უცნაური წილადადებით. მაგრამ ეს ვიღაც ჩემი ლეკვის საჭმელს მიირთმევდა, სანამ არ დაინახავ, საიდან იცი ის ვიღაცა არის თუ არა, თუ შენი ძაღლია. შევედი სამზარეულოში და ნახე, რომ ჩემი კატა ყოფილა. გამიკვირდა, რადგან ის მუდამ გარეთაა და სახლში თითქმის არ შემოდის. სახლში თითქმის არ შემოდის უგაცრავად. კარიც კაი ხნის ჩაკეტილი იყო. ავიყვანე და გავიყვანე გარეთ. შემდეგ შემოვბრუნდი და ჩემ და გასაოცრად აღმოაჩინე, რომ ყველა კარი ჩაკეტილი იყო. არანაირი აზრი არ მომდიოდა, როგორ შევსულიყავი სახლში. დავურეკე ჩემს ბოიფრენდს და მოვუყავი, რაც მოხდა. ლაპარაკში შევყავით და უცებ მითხრა, რომ ჯიშის უკანა ჯიბეში გასაღები იყო. დედამისი რამდენიმე დღის წინ ახალ სახლში გადავიდა და ვივარაუდეთ, რომ მან ჩაუდო ამ სახლის გასაღები. ამის მერე მალევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ერთი წუთი ვერ გავიაზრე რა მოხდა. წარმოვიდგინე, რომ ამ გოგოს ადგილას თავი, რომ სახლში ვარ, დიდ სახლში, მარტო და ყველა კარი ჩაკეტილია, რაღაცა მოდის ჩემკენ, სიგნალიდან რაღაც მიყურებს და გარეთ ვერ გავდივარ და მაგაზე ეგრო წარმობით გაიხეთ თვალწინ მაგაზე შევხვდი. ესე იგი ერთი წამი რა მოხდა? გარეთ გავიდა და სახლში ვეღარ შევიდა, ხო? ლაპარაკში შევიყვნენ, ბოიფრენდმა უთხრა, გასაღები მაქვსო, სახლში გადავიდა და ვივარაუდეთ, რომ მან ჩაუდო ამ სახლის გასაღები. რა შუაშია, ვერ გავიგე რას ნიშნავს. სახლში თუ ვერ შეხვედი და კარები არ იღება, ანუ უბრალოდ გაიგე, რომ დედის ახალი სახლის გასაღები აქვს და ამის მერე აქვს შენი სახლის გასაღები? კაი, არა უშავს, ეგ ვიქნები გარეთ. ცოტა კი მეშინია, მაგრამ ეგ არაფერი. მკვდარი დაგხვდა დილას. კაი, მეც. მეორე დღეს ჩემი ბოიფრენდი მესტუმრა გვშიადო და პიცა გამოვიზახით. მან კი ის გასაღები მაჩვენა, რომელზეც გუშინ მესაუბრა. ჩემსაც მიემძნავსე და ხუმრობით უთხარი. აბა ჩემს კარებს თუ გააღებ. მართლა ვერ ვიგებ, სად დამთავრდა ის წინადღე რა. თუ გარეთ გადარჩა და ვეღარ შევიდა სახლში, შეყვარებული ხო უნდა მოსულიყო და ან თავისთან წაიყვანა ან რაღაცა ექნა. ვერ გავიგე. ის მართლაც გავიდა გარეთ და კარი ჩაკეტა. შემდეგ მოარგო გასაღების საკეთს და ის გაიღო. შენ გაუხსენი გუშინ კარები ჩემს კატას? გაუხსენი კარები. გავეხუმრე ისევ. მანამდე როდის გაეხუმრე. თუმცა თავში 1000 გვარი ფიქრი მიტრიალებდა. ის მიხვდა ჩემს აზრებს და გასაღებზე ჩამოვაგდო საუბარი. მითხრა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ აღმოჩნდა მის ჯიბეში. ნუ შეიძლება მართლა რო დაურეკა, მივიდა, გაუღო კარი. უბრალოდ აქ დაწერა გამორჩა თავისი. ვერ გავიგე. ჩვენ 2 წელია ერთად ვართ და ყველა საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენ, რომ ის მომატყუებდა გასაღებს მომპარავდა. პიცა შევჭამეთ და სამზარეულოში გავედი, რომ რამე სასმელი მენახა. უცებ შემნიშნა, რომ სტუმრების საწოლოთ ახსნა და მშობლების აბაზანაში შუქიენთო. მამამ ჩემი ცნობის მოყვარა და ყოველთვის აინტერესებს რა ხდება სახლში, როცა ის სხვაგანაა. უკანა კარებთან კამერა აქვს დამონტაჟებული, რომელიც კამერას ცნობის მოყვარების გამო ამონტაჟებენ, ესეც ახალი ფაქტი. ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობ რა. რომელიც მოძრაობისას ირთვება და 30-30 წამიან ვიდეოებს იღებს. ცოტა თვალები ამჭრელდა და თან ცოტა მოქმედებს კიდეც ჩემზე. აი ვითომ რა არის ხო, მაგრამ ცოტა
მე შენია მგონი. შემდეგი ელექტრონულ პოსტაზე გზავნება ხო ვიდეოები. რამე საჭირო რომ ყოფილიყო და ამერიკოდან რომ მკითხავდა, მაგრამ მისგან ზარი არ ყოფილა. მე და ჩემმა ბოიფრენდმა ყველა ოთახი შევამოწმოთ ყველა წერტილი, მაგრამ ვერაფერს მივაგენით. ამის შემდეგ ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ, რომ ვიღაც მითვალთვალებს. ვერ ვიტან ამ შეგრძნებას და მანქანის მართვაში ცხელს მიშლის. იმასაც გრძნობ, რომ ეს რაღაც ცდილობს ჩემს ბოიფრენდს წამაჩხუბოს. რა უნდა ჩემგან, როგორ მოვიშორო? ვილოცე მასთან კონტაქტის დამყარებას ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ასე თუ გაგრძელო, მალე პროფესიონალის დახმარება დამჭირდება. კარგი, აქ მეხუთე ისტორიაც არის, მაგრამ არ გვინდა მაგას აღარ წავიკითხავ, აშკარად საკმარისი იყო ჩემთვის. იცი რა ვერ გავიგე ამ ბოლო ისტორიაში? თუ მეგობრები დაეღუპა ავარიაში და ერთ-ერთი რაღაც ვინც გადაურბინა მანქანის წინ თავის მეგობარს მიამსგავსა, იმას რა კავშირი აქვს ან შეყვარებულთან, ან შეყვარებულმა რომ კატას გაუღო გასაღებით კარი, ან ბოლოში როგორც დამთავრდა მაგასთან. თუმცა მაინც იმოქმედა ჩემზე ახლა რაღაცნაირად ვიყავი დილი და მთელი დღე რაღაცნაირად ვარ, თითქოს უფრო დაღლილი ვარ და სუსტად თუ რაღაცა და თავბრუც მეხვევა. ნუ ეგ იმიტომ რომ ისედაც რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები არ მომიგვარებია ჯერ რაც თავბრუს ხვევას იწვევს. კარგი, შემდეგ ვიდეოებისთვის სხვა გასართობი უნდა მოვძებნო, რომელიც უფრო მსუბუქია და რომელზეც სიცილი შეიძლება. და საბოლოოდ ჩემზე იმოქმედა პირველმა და მეოთხე ისტორიებმა, მაგრამ ყველას საშიში და ისეთი სტანდარტულად საშიში და ნორმალური იყო პირველი. ჯობია გავჩერდა ახლა და დღეს მე და გვინგვინი წავალთ და დავისვენებთ რაღაც სასაცილო რაღაცებს უყურებთ. რა უნდა ქნათ? მართალია, ჩემი ფრაზები არ გამიორთ, ინდივიდუალიზმი მეკარგება. აღარ შემიძლია მეტი.